საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე კოლუმბიაში ჩაფრინდა. სააკაშვილი კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის ინაუგურაციას დაესწრება. ინაუგურაციას ლათინური ამერიკის და მსოფლიოს სხვა ლიდერების ესწრებიან. სააკაშვილი არის ერთადერთი ევროპელი პრეზიდენტი, რომელიც კოლუმბიის ხელისუფლებამ ბოგოტაში მიიწვია. ბოგოტას აეროპორტიდან პრეზიდენტი სააკაშვილი კოლუმბიის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ხუან მანუელ სანტოსთან შესახვედრად გაემართა და პირადად მიულოცა გამარჯვება არჩევნებში. პრეზიდენტი ასევე შეხვდა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს კოლუმბიის და დომინიკის ლიდერებთან. საუბარი ძირითადად ქვეყნებში არის ურთიერთობების გაღრმავებაში ეხება. Para muchas gentes, para las personas de Señor presidente, muchas gracias. Qué gusto saludarme. Para este encuentro. Un honor. Para mí también. Qué bueno, me he sorprendido con su მის ბოლოს კი ბოგოტაში მოქმედება პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ სტუმრად ჩასული პრეზიდენტების პატივსაცემად ვახშამი გამართა. პრეზიდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაოფიციალურ ვითარებაში ესაუბრათ. მიხეილ სააკაშვილი ბრაზილიის და ჰონდურასის პრეზიდენტებს ესაუბრა. საღამოს კი ახლად არჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. მის შემდეგაც ოფიციალური სტუმრებისათვის მიღებას ახალი პრეზიდენტი გამართავს. პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ამით გასაგებია. მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას. მინდა აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები ფასეულია, კოლუმბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ვესწრები ინაუგურაციის ცერემონიას.